ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენაზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფმა დღეს მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითადი თემა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგილაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დროს სამინისტროს მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის გეგმის განხილვისას გაშერებული ინიციატივა იყო. როგორც შეხვედრაზე წარმოდგენილ საზოგადოებას შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მერაბ ქვერაიამ განუცხადა, აუცილებელია ზუგდიდს აღუდგეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მისივე განცხადებით ზუგდიდი იმსახურებს ყავდეს თავისივე არჩეული თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ასევე ქალაქის არჩევითი პირველი პირები. ჩვენ და ზუგდიდის ქალაქის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზუგდიდს უნდა აღუდგეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და მიგვაჩნია, რომ ზუგდიდი იმსახურებს იმას, რომ მას ყავდეს არჩეული თვითმმართველობის ორგანო საკრებულო სახით, მას ყავდეს არჩეული აღმასრულებელი ორგანო და არჩეული აღმასრულებელი თუ წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირები. საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ამ თემაზე საზოგადოებაში დისკუსიები უნდა გაიმართოს და აქტიური იყოს კანონის ფორმირების მიმდინარე პროცესში ჩართულობა, რათა ამ პროცესში აღიდგინოს ქალაქმა ის სტატუსი, რომელიც მან დაკარგა. ჩვენი იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ გაიხსნას დებატები, გაიხსნას დიალოგი და მოუწოდებს ზუგდიდის საზოგადოებას აქტიურად ჩაერთონ ამ დიალოგში იმისათვის, რომ ჩვენ არგუმენტირებულად და ლოგიკურად დავასაბუთოთ ქალაქ ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის აუცილებლობა და მიზანშეწონილობა. მამუკა წოწერია ასევე განმარტავს, რომ ქალაქისთვის თვითმმართველობის ერთეული სტატუსის მინიჭებას ურბანული, დემოგრაფიული, ისტორიული და სოციალურ-ეკონომიკური წინაპირობები გააჩნია. ქალაქისთვის სტატუსის აღდგენა ასევე მმართველობითი ფუნქციების დეცენტრალიზაციას გამოიწვევს. საინიციატივო ჯგუფი ფიქრობს, რომ ქალაქისათვის, ანუ ზუგდიდისათვის, ქალაქის სტატუსის აღდგენას გააჩნია ისტორიული, დემოგრაფიული, ურბანული, ასევე სოციალურ-ეკონომიკური წინაპირობები და გააჩნია სხვადასხვა დადებითი ეფექტები, შედეგები. შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გაიმართა.